ეხლა როგორც ყოველთვის გრძელდება ჩვენი ავტომობილების მოგზაურობა. BMW ეს არის ცენტრის ავტომობილები. შეხედეთ. ეს ყველა არის მეორადი ავტომობილი. ეს არის მეორადები. ცენტრში არის, მაგრამ არის მეორადები, ტრეიდინგ ავტომობილები, დაუზიანებელი, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის მაღალ დონეზე. ყველაფერი აქვს ავტომობილებს, ყველა საბუთი, რა თქმა უნდა და საერთოდ აბსოლუტურად მაგარი ავტომობილები. 5, 3, აი იქ XM-იც დგას. შეხედეთ. ძალიან მაგარი ავტომობილებია. ხო და ეს ავტომობილებიც არის ექსპორტზე და იქნება შესაძლებლობა არის ეს ავტომობილები სხვადასხვა ქვეყნებში მიდის. ასევე საქართველოშიც. უბრალოდ უნდა მოირჩიოთ, რომელი გაინტერესებს M5-ები, ანუ M-ები, M3, ასეთი. M4, აი ესეთი ძალიან მაგარი რაღაცა. პასებსაც დავადგენ ახლა. ესეც, ნახეთ, რა кайფერია. ასევე ლოგისტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს Strongway Logistics. თუ სალონებია, ან თქვენ თუ გადაყიდვისთვის გინდათ ავტომობილები, იგივე შეიძლება ვითანამშრომლოთ. ან მარტო ლოგისტიკა თუ გჭირდებათ, იგივე შეიძლება ვითანამშრომლოთ, უსაფრთხოდ, კაი დროში, ყველაფერი ჩამოგიყვანოთ თბილისში. ეხლა კი გავაგრძელებ მე სხვა კადრებს და ამასაც დაგანახებთ ყველაფერს. ეხლა კი ასეთ კადრებს უფრო ვრცელ კადრებს გავაკეთებთ, რომ დაინახოთ ავტომობილები. შეხედეთ. ეს M პაკეტი. ეს XM-ი ულამაზესი, ეს იმპორტულია ეს XM-ი. ეს რა თქმა უნდა ბევრს მოსწონს, მე მგონი ეს ავტომობილი. ძალიან მაგარია. BMW რა თქმა უნდა თავის სტილში სულ ყოველთვის ძალიან დიდ სხვაობებს არ აკეთებს. სამაგიეროდ თავის სტილი რაც არის, მაგიტომაც უყვარს ბევრს. აქეთ გავიაროთ კიდე. ეს ახალი მაგათი კუზავო ძალიან მომწონს. ეს ხუთიანები, პიცოტები ხო, როგორც შეხედეთ. ძალიან მაგრებია. კაც კამერა. Bowers and Wilkins მუსიკა. სხვადასხვა გამოიწერეთ. ჩემი ტელეგრამი არა, YouTube-ი. ტელეგრამიც არის, მაგრამ უფრო YouTube-ი. და აქ ზუსტად მასეთ კადრებს დაგანახებთ, რომ უფრო გქონდეთ ვრცელი ინფორმაციები, რანაირი მანქანები არის აქ. ნახეთ. ამასაც წითელი სალონი აქვს. ესეც შავ დისკებზე
M5 ნამდვილი M5 შავი ესეც ძალიან მაგარია წითელი სალონით შეხედეთ ასევე ნამდვილი M3 და აი ესეთი M4 კუპე. ესეც M პაკეტი. კიდე ელექტროებსაც დაგანახებთ. ეს X Drive 3.0 X3. სერვისები გვაქვს, იმერი Motors. ლოგისტიკა, მანქანების შესყიდვა, მანქანების შემარაგება, კომერციული ტრანსპორტი და უამრავ სერვისებს კიდევ ავითარებთ. გამოიწერეთ YouTube. მეტი ინფორმაცია გქონდეთ. დღეს მე მგონი BMW-ს დღე მაქვს. Bowers and Wilkins მუსიკა. უკან უზარმაზარი ესეთი მულტიმედია. ყველაფერი არის მაგარი. რაც შეეხება ლოგისტიკას, ჩვენ გვაქვს უკვე რეალურად კარგი ლოგისტიკა, რომელიც მოგემსახურებათ არა მარტო ავტომობილების გადაზიდვაში, სხვათა შორის კომპანიები, ვინც ავტომობილები მოყავთ ჩინეთიდან, დავიკავშირდით და გავისაუბრებთ, იმიტომ რომ მე ვიცი, ასე ვთქვათ, როგორ შენდება ეს ტარიფები და იმ სხვაობას, თქვათ, ხორგოსის სხვაობას და მატარებლის სხვაობას და სად არის სხვაობა და რატომ გიღირთ მატარებელი, ამასაც ასე ვთქვათ, მოგიყვებით და უფრო რეალურად შეხედავთ სიტუაციას. იმიტომ რომ ბევრი ნიუანსია მანდ, რომელიც შეიძლება არც იცოდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველას თავის საქმეც აქვს, ზოგი თვითონ თავის საქმეს გააკეთებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას ქართულ კომპანიებს, რომელიც შრომობენ და ავითარებენ ჩვენს ქვეყანას ავტოსფეროში. რაც შეეხება ტვირთებს, კონტეინერის ტვირთებს, შეუძლებელი დავიკავშირდით, ჩვენ უფრო დამიზნულები ვართ B2B სექციაზე, იქ უნდა მეტად განვითარდეთ. და ვისაც აქვს მუდმივი ტვირთები ჩინეთიდან, დავიკავშირდით, გავისაუბრეთ და მე მგონი დიდი ალბათობით საუბრის მერე უკვე ვითანამშრომლებთ. ეს ნამდვილად ახალი რეალობაა. გამოიწერეთ YouTube არხი Alex Hart, ლინკები იქნება, ასევე TikTok-ი Alex Hart. გამოიწერეთ და უამრავი ინფორმაცია და სულ ყოველთვის ვეცდებით რომ კაი სერვისი და კაი მანქანები მოგაწოდოთ. აქაც გავალ კიდე ერთ საწყობში, აქ სუპორტები, რულები, რა ვიცი, ყველაფერი აქსესუარები არის. ყველანაირი ავტომობილების. კიდევ ნახავთ სხვა საწყობს, სად არის უკვე კიდე მეორადები. აქაც ნახეთ, თუ რამეა საჭირო შეიძლება დაყენდეს. ახლა გადავალთ კიდევ ნახავთ ავტომობილებს. მოვედით, მეოთხე სართულზე ვართ და
სად მოვხვდით კიდე ჩვენ? აქ ემზადება შემდეგი ავტომობილები და ექსპორტიორები ვინც ვართ, შეგვიძლია ხოლმე აი ესეთ საწყობებში ავირჩიოთ ავტომობილები. დავხედავთ ყველაფერს ახლა. იქით არის სივრცე, სადაც ამზადებენ ავტომობილებს და ვიდეოებს უღებენ, სურათებს უღებენ. თუ რაიმე საჭირო, ეს არის ტრეიდინგ ავტომობილები. ნახეთ, აქ უკვე ავტომობილების სხვადასხვა მზადებაშია, გაყიდვისთვის ამზადებენ. აი ზოგი ავტომობილი Toyota-ც არის. ეს ალბათ სერვისში შევიდა თუ არა ვიცი რა უნდა აქა. მაგრამ BMW. აქ არის BMW. შეხედეთ. სპიცოტი გამოვიდა. აქ უკვე გალამაზება, დეტეილინგი და ასე შემდეგ და ისევ შევა სალონში. ნახეთ. რამდენი BMW-ა. ეხლა აქაც საბურავები, ნაწილები, ყველაფერია. აქაც ნახეთ კიდე დეტეილინგია. ალამაზებენ ავტომობილებს, ყველაფერს უკვეთებენ, აწესრიგებენ და ასე შემდეგ. იმერი მოტორს ავტომობილები ჩინეთიდან ჩვენ ნებისმიერ მანქანას ვიპოვით. ზოგი მანქანა რა თქმა უნდა მიუხედავად იმას, რომ ძალიან ბევრი ავტომობილებია, ზოგი მანქანა ძალიან რთული საპოვნელიც არის ხანდახან. მაგრამ მაინც ცოტა დრო ჭირდება და მერე კი ყველაფერი მოწესრიგდება. აი ნახეთ კიდე რა დავინახე. ეს არის დაზიანებული. აი კარი და აი ესე კრილო აქვს დაზიანებული. დიდი არაფერი კარი შეიცვლება და ეგ არის შეკეთდება. ყველაფერი არსებობს, მე როგორც თქვი, უფრო იაფიც, უფრო ძვირიც. იგივე ავტომობილი ვთქვათ, ხო? ვის როგორ უნდა. ამიტომ ვიპოვეთ ყველაფერს. იმერი მოტორს, მე ვარ ალექს, გამოიწერეთ YouTube არხი. დღეს აი ზუსტად BMW-ს დღე არის. ნახეთ. ზოგი სხვა მანქანაც კიდე გასაკ. Volkswagen, Audi, ნახე Honda Peugeot-ის სხვათა შორის საინტერესო ავტომობილია. ესეთი აი 25-იანია, სადღაც 27-28,000 ჯდება თბილისამდე. სრულიად ელექტროა. ეს ცოტა მეორადია. პროექცია. ესეთი კამერები აქვს შიგნით. ნახეთ. თუ დაგაინტერესებთ ესეთიც. საინტერესო ფერი აქვს. შეიძლება გუგოებს მოეწონოს. თან ასეთი კამერები უკვე. სხვათა შორის ამ კამერებზე მიჩვევა უნდა. ყველასთვის არ არის მარტივია ეს კამერები, შეხედეთ. აი ესე ანათებს. იქით პროექცია. ესეთი სალონი, ინგლისური ენა აქვს, დიდი პანორამა. ნახეთ რა მაგარი სალონი აქვს. ეს არის პერფორაცია ალკანტარა. ნახეთ, ალკანტარა, აქ ტყავია და აქ ალკანტარა. ყველაფერი აქვს. სადღაც 500 კილომეტრს გადის ეს მანქანა, წინა წამყვანია. უკანაც დავხედოთ. ფართე სალონი, შვენიერი, შეხედეთ. 27-28,000 თბილისამდე. ამ ავტომობილზე მე მგონი კარგია.
დისკები. Honda P7. ეს გასაღები. დაიგედა. ნახოთ, კიდე რაღაცეები რაც გვაქვს აქ. ესეთი BMW Competition 3-დან 0 ძრავი, აქაც ეს ყველაფერი მეორადია. ჯერ მანქანა ეს არ მაგათ ფასები არაფერი არ უდევს, იმიტომ რომ მზადებაშია ეს ავტომობილები. ტრეიდინგში შემოსული კუპერები, იქით აგეთას BMW. უამრავი ავტომობილები, კაი ბაზებიდან, სადაც არის რეალური ტესტ რეპორტები, ყველაფერი გეცოდინებათ ავტომობილს რა ჭირდა, თუ რამე ჭირდა, იყო თუ არ იყო სადმე ავარიაში და ასე შემდეგ. უამრავი ინფორმაცია. ეს ტესტ დრაივის არის, ესეც უკვე იყიდება. ბევრი ავტომობილია. იმერი Motors. და ლოგისტიკა რაც თავარია, გვაქვს ლოგისტიკაც, გვაქვს მიწოდებაც და გვაქვს სერვისი, რომ თქვენს კომპანიას, ვინც ყიდის ავტომობილებს თბილისში, მოვემსახუროთ, ლოგისტიკაც გაუკეთოთ, შესყიდვაც გაუკეთოთ და მოვემსახუროთ, ყველაფერზე მოვრიგდებით, დამიკავშირდით, გავისაუბრებთ და შედგება ჩვენი ახალი რეალობა და ახალი თანამშრომლობა. დროებით